გამარჯობა 9 აპრილის მემორიალთან ვიმყოფებით, სადაც ახლახანს დაიწყება ვითარება, დიდი რაოდენობით პოლიცია გამოჩნდა 9 აპრილის მემორიალთან, სადაც სავარაუდოდ ქართული ეთნობის წარმომადგენლები არიან მოსულები. როგორც ამბობენ, სხვადასხვა ქვეყნის ელჩები მოვიდნენ, თუმცა აქედან სამწუხაროდ ვერ ვახერხებ პირების იდენტიფიცირებას. ევროკავშირის ელჩს ხედავთ კადრში. Madloba, madloba. 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 ხალხისგან კორდონი როცა გწევდება არ ხარეს, იგი ლეგიტიმური ხარისხია. Podosipeli armia. Akam
ცხრაყლის მემორიალამდე გაკეთებული არის ცოცხალი კორდონი. პოლიცია ცდილობს, რომ გაათავისუფლოს ტროტუარის და გზა ცხრაყლის მემორიალამდე. სავარაუდოდ ქართული წარმომადგენლები აპირებენ ახორციელოს სარგებლობას. პოლიცია ტროტუარიდან წევს მოქალაქეებს. პოლიცია მოქალაქეებს ათავისუფლებს ტროტუარს, სადაც სავარაუდოდ ქართული ოცნების წარმომადგენლები უნდა მოვიდნენ. ადამიანების ცოცხალი კორდონი არის გაკეთებული. ცოტა ხნის წინ ასევე დააკავეს ერთ-ერთი მოქალაქე. კარგი, ხო, მე ვსაკონდაკავი. მედიის წარმომადგენლებიანად ყველა ძალისმიერად გადმოწიეს პოლიციელებმა ტროტუარზე, სადაც ცხრაყლის მემორიალთან იყვნენ მოქალაქეები შეკრებილი იმისთვის, რომ პატივი მიეგოთ ცხრაყლის აღებული გმირებისთვის. დიდი რაოდენობით პოლიცია არის ამჟამად მობილიზებული პარლამენტთან. ცოტა ხნის წინ დააკავეს ერთ-ერთი მოქალაქეც.
Mariam, დაიძარი რა. შენ ტელეფონი მე მაქვს. არცად სამართალ. პოლიცია გადაწია ტროტუარიდან მოქალაქეები, რომლებიც 9 აპრილის მემორიალთან იყვნენ შეკრებილი 1999 წლის 9 აპრილს დაღუპული გმირების საპატივსაცემოდ. როგორც ხედავთ, აქ ცოცხალი კორდონი არის დაკეთებული, რომლის გავლითაც მოდიან სავარაუდოდ ქართული ოცნების წარმომადგენლები 9 აპრილის მემორიალამდე. დააკავეთ რამდენიმე მოქალაქე, ჩემთვის რამდენიც ცნობილი არის შაკო ბაღდაშვილი არის ერთ-ერთი მათგანი. სიტყვიერი შელაპარაკება იყო რამდენიმე მოქალაქეს შორის, თუმცა ზუსტად რის ნიადაგზე არის შაკო ბაღდაშვილი დაკავებული უცნობია. ხავატან სალომე, ნეტგაზეთიდან ვართ ლაივში, გამარჯობა. ორი სიტყვით ხომარ შეგიძლიათ გითხრათ, რამდენიმე მოქალაქე არის ამ მონაცემებით დაკავებული და მოქალაქეები გადაწიეს ზალის მიერად და არაძლევენ საშუალებას, რომ 9 აპრილის მემორიალთან პატივი მიაგონ 9 აპრილს დაღუპულ გმირებს. აი ამასთან დაკავშირებით რა სიტყვით და თქვენ დღეს მოგწანდით როგორც რისთვის ან კონკრეტულად პატივის მისაგებად სავარაუდოდ? სავარაუდოდ. ხან ამასთან დაკავშირებით რამეს ხომ არ გვეტყოდით, რაც ახლა ხდება თქვენს გარშემო? დღეს არის ის დღე, სადაც ყველა საქართველოს მოქალაქე აქ უნდა იდგეს, აქ უნდა მოდიოდეს, იმიტომ რომ ეს დღე არის, რომელიც არის სიმბოლო ჩვენი საზოგადოების ბრძოლის დამოუკიდებლობისთვის რუსეთის წინააღმდეგ. და ეს დღე დარჩება როგორც ამისი ნიშანი და ეს რეჟიმის წარმომადგენლები რომ ბედავენ დღეს მოსვლას, როცა თვითონ ემსახურებიან იმ რუსეთს, რომელმაც აქ დახოცა ადამიანები, არის რაღაცა აბსურდის თეატრი. და ამ დროს ჩვეულებრივ მოქალაქეებს არ აძლევენ, მათ შორის არიან ის ადამიანები, რომლის ოჯახის წევრები დაიღუპა აქ, ამათ არ აძლევენ საშუალებას, რომ მოვიდნენ და პატივი აგონ ამ მემორიალს. აბსურდი. და სხვათა შორის ტოტალიტარული რეჟიმის აბსურდი არის ეს. ასე ხდება საერთოდ, რომ თვითონ იწერენ იმ ნიშნებს, რომელიც არ გააჩნიათ და რომლის უფლება არ აქვს, რომ ატარონ. მაგრამ ეს უკვე კიდევ უფრო კარგად აჩვენებს მათ სახეს და მათ ხასიათს. მადლობა. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ საუნ ზურაბიშვილის ისმენით ახლა, რომელიც ასევე 9 აპრილის მემორიალთან მოვიდა დაღუპული გმირების პატივსაცემად, როგორც ასევე მისგანიც მოისმინეთ
სინისის პატიმრების მშობლები და მოქალაქეები, რომლებიც აქ 9 აპრილის მემორიალთან ღამეს ათევდნენ, გუშინდელი დღიდან მოყოლებული, ახლა არიან გადაწეული პარლამენტის უკიდურეს მხარეს და არ ეძლევათ საშუალება, რომ მივიდნენ და 9 აპრილის მემორიალთან პატივი მიაგონ დაღუპულ გმირებს. რამდენიმე ხნის წინ საქართველოს პარლამენტის სახელზე ლენტით გამოგზავნეს გვირგვინი ყვავილების მემორიალთან, თუმცა ამ შეკრებულმა მოქალაქეებმა იმის მიზეზით, რომ ისინი არ აღიარებენ პარლამენტის ლეგიტიმურობას, მოხსნეს ეს ლენტი და ახლა ხედავთ, რომ მოქალაქე კვლავ ამაგრებს ყვავილების გვირგვინს საქართველოს პარლამენტის წარწერით ლენტას.
არა რატო ახლა ხანში შეძან ახლა რატო ცოტა ხანში ეხლა შერჩევითად უშვებენ როგორც ხვდები პოლიციელები აქ 9 აპრილის მემორიალთან მოსულ მოქალაქეს ვისაც სურვილი აქვს რომ პატივი მიაგოს დაღუპულ გმირებს ქართული ოცნების წარმომადგენლები არიან ახლა მოსულები მემორიალთან მაკა ბოჭორიშვილს ხედავთ კადრში ცოტა უკან გადით მაშინ და ფართი გვეშინა ხო, შეიძლება და ზუმი კი გაქვს. აქეთაც გადავიდეთ. შეთახილებელი ის კაუნტერი მაგალ. არაფერი გაქვს საქმე მოხალხე. ვაჟა, ცოტა შევიწიოთ უკან რა. მონ ბიჭებო, ცოტა უკან შევიწიეთ. ბიჭო, ჩართული არა გაქვს მიკროფონი თუ ან მე არა მაქვს ჩართული მიმღები. ხო იცი როგორც იცი. აბა ეხა გააქვს. ერთი ორი. ჩართულია. ქართული ოცნების წარმომადგენლები არიან ახლა 9 აპრილის მემორიალთან მოსულები, მაშინ როდესაც მოქალაქეთა დიდი ნაწილი ადამიანები, რომლებმაც გუშინდელი ღამე პარლამენტთან გაათენეს, არიან გადაწეული ტროტუარიდან პოლიცია მათ ცოცხალი კორდონით აკავებს, რომ არ მივიდნენ 9 აპრილის მემორიალთან. შერჩევითად აძლევს სხვა მოქალაქეებს 9 აპრილთან მისვლის და გმირებისთვის პატივის მიღების საშუალებას და პარალელურად ქართული ოცნების წარმომადგენლებს ხედავდით თქვენ კადრში, სადაც სავარაუდოდ ისინიც მივლენ სულ მალე ცოტა უკან დაიწყო. და უკან არის. რა ვქონდა ჩვენს მოწოდე. უნივერსიტეტი ნამა. კეთილი. ცოტა შენერი გამიგანა. მას შემდეგ რაც პოლიციამ გადაწია მოქალაქეები, რომელმაც მთელი დღის განმავლობაში პარლამენტთან გაატარეს დრო აი მიხეილ ყაველაშვილს ხედავთ კადრში.
ქართული ოცნების წარმომადგენლებმა დატოვეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, სადაც სულ ცოტა ხნის წინ იყვნენ მოსულები. 9 აპრილის მემორიალთან ტიტები დატოვეს. ამასობაში პროტესტის მონაწილეები, ადამიანები, პატიმრების ოჯახის წევრები, რომლებმაც მთელი ღამე გაატარეს აქ გმირებისთვის პატივის მისაგებად, არიან ფასადისკენ, პარლამენტის ფასადისკენ, ძალისმიერად გადაწეულები, პოლიციელები გამოჩნდნენ სულ ცოტა ხნის წინ დიდი რაოდენობით ადგილზე და არ აძლევენ ამ მოქალაქეებს მემორიალთან მისვლის საშუალებას, ასევე შერჩევითად უშვებენ საოგზის სავალი ნაწილიდან მოსულ ადამიანებსაც. მალევე, როცა პოლიციამ გადაწია მოქალაქეები მემორიალიდან, გამოჩნდნენ ჯგუფები ტიტებით ხელში, რომლებიც საერთოდ ხელოვნურად ჩააყენეს მიმდებარე ტერიტორიაზე, მაშინ როცა ქართული ოცნების წარმომადგენლებს უნდა გამოევლოთ. ამასობაში კი დაკავებულია მინიმუმ 2 მოქალაქე. ზუსტად არ ვიცით რა მიზეზით დააკავა ან განარიდა პოლიციამ ეს მოქალაქეები, თუმცა როგორც შემსწრეები ამბობენ, ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას. აგიტოვეთ რა. ასე თვითონ დამეყინე ბავშვები დაბადების დღე, მაგრამ გზაზე ვარ. რა მასკარადებს აწყობთ აქ, მაგრამ სიწყვილია ვიდო. სიწყვილია რა. არ გელაპარაკებით ალბათო შეგწოვა მოსახაზარაცა. ამ ბავშვების სახეზე დადევით რა. 20 წელი არ დავდივარ. 99 წლის რა აპრილს ვარ დაბადებული ძმაო. მთელი მეხსიერება არის აქ დავდივარ ყოველდღე. და როცა დაბადების დღე მაქვს პირველ და ესეთი რამე არ მახსოვს. ასე ბავშვები ვარდო ალბათო დაწყნარდი. სიცილია იყინება და გზაზე ვარ გზაზე. შენ წინიდან დაცვა დაუდეთ. ამ დამაყენეთ აქციაზე დამაყენეთ სამომრიალზე. მე ვეცდები რომ ათან მივიდე და მომისმინე. ჩაწერაზე გასულ არ დაგავწევს. ამ გაუშვი ისე ჩაწერა. აბა ნორმალურად. კვლავ ცოცხალი კორდონით აკავებს პროტესტის მონაწილეებს და არა მხოლოდ ცოტა ხნის წინ მოისმინეთ ერთ-ერთი მამაკაცის წუხილი, რომის ვერ ტოვებდა ტიტას მემორიალთან ბავშვებთან ერთად იყო მოსული, არც მას და არც აქციის მონაწილეებს, არც პატიმრების ოჯახის წევრებს, ინის პატიმრების ოჯახის წევრებს პოლიციელები მემორიალთან არ უშვებენ, როგორც ხედავთ, ცოცხალი კორდონით აკავებენ მათ.
მას შემდეგ რაც ქართული ოცნების წარმომადგენლებმა დატოვეს მიმდებარე ტერიტორია, ასევე დაიშალა ეს მეორე კორდონი, რომელიც და დერეფანი უпростоრად, რომელიც სპეციალურად მათთვის იყო მოწყობილი. ქართული ოცნების წარმომადგენლებამდე ადგილზე იყვნენ მოსულები ევროკავშირის ელჩი და სლოვაკეთის საელჩოს წარმომადგენლები. ახაც იქარიშვილს უსმენთ ახლა. Astevandeli mexateba guzi, am bexatori Hello. I'm here with a youth publication. Or Yes, I'm sorry.
შენი ქვეყნის მოქალაქე, შენი ახალგაზრდები გადაარჩინ. აი ასეთი მთავრობა ვიდან კარგად იგებენ მილიონებს ჯიბეში. ეს მთავრობა არ არის, ეს არის მიწვისებული ხელისუფლება. ამან წელწად ერთის ეჯაჭვებიან, სირცხვილიან. მთავრობა არ უყარებს. ქალი ანუ აბრალებს გაზ და არა მოხვიდე ჩა. გადავიდა და ჩაო. არა მოხვიდე, რომ მეუნებიან ის მნიშვნელობა, არა მოხვიდე რა. რატო? იმიტომ რომ არა მოხვიდე. გავიგე, მაგრამ აქ არ უნდა ის დადგე რა. არსებობდეს. არ შეიძლება. აი ნახეთ, იგივენ არის მეორე კუნძულზე სამთავრობო ნახეთ, აქ არ მოგესუდეს. უნდა დადგე რა. აი აქ არ უნდა დადგე. მაგარი მიზეზი. მაგრამ მიცი ვინ გაიც რა კონცეფტის ვენოკების გადაღება გაბერი ახლა შევეცდები შეგახედოთ რა ვითარებაა 9 აპრილის მემორიალთან. პარლამენტის ფასადზე კიბეებზე არიან მოქალაქეები ახლა, ვინაიდან პოლიცია მათ საშუალებას არ აძლევს 9 აპრილის მემორიალთან მისვლისა და 9 აპრილს დაღუპული გმირებისთვის პატივის მისაგებად. ქართული ეთნობის წარმომადგენლები იყვნენ სულ ცოტა ხნის წინ აქ მოსულები, რომელსაც ცოცხალი დერეფანი გაუკეთეს. ხელოვნურად სავარაუდოდ ჩააყენეს იქ მოქალაქეები, რომელიც წამიერად ქართული ეთნობის წარმომადგენლების მოსვლამდე მოიყვანეს ტიტებით ხელში და მათივე წასვლის შემდეგ დატოვეს ტერიტორია. პოლიცია ადგილზე რჩება და კვლავ მიუხედავად იმისა, რომ ქართული ეთნობის წარმომადგენლებმა უკვე დატოვეს 9 აპრილის მემორიალი და მიმდებარე ტერიტორია მაინც არ აძლევს მემორიალთან მისვლის საშუალებას. პარალელურად პატიმრების ოჯახის წევრები, კახაცი ქარიშვილი, რომელიც არის მშობელი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვისა, მიმართავს, ცდილობს, რომ პოლიციელებს გააგონოს მისი წუხილი, სათქმელი, თუმცა უშედეგოდ პოლიცია მაინც არ აძლევს მათ საშუალებას გადაკეთონ ცოცხალი კორდონი. აპრილის მირებს ამისთვის არ უბრძოლიათ, რომ საქართველო გახდეს რუსეთის უკანა ეზო, რომ საქართველო გახდეს დაჩოქილი და დამორჩილებული და ჩვენ გვეშინოდეს. ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს არაფრის. 9 აპრილის მირება მაგისტრის დარდადეს თავი, რომ ჩვენ არ გვეშინოდეს და ჩვენ შიშისგან ვიწევოდეთ ქართველები. ჩვენ ქართველები ვართ, ჩვენ ყველა ქართველები ვართ. ვერ შეგვაშინე. Quanti adamiyani daikires? Quanti adamiyani daajaribes trotuarze tvomis gamo? Quanti adamiyani daajaribes trotuarze tvomis gamo? Dia chanturia gamo. Dia chanturia me
Translated here, power down. Там ищет Сакартулус, იმიტომ რომ ჩვენ სხვანაირად არ შეგვიძლია. ჩვენ არ შეგვიძლია რომ სახლებში დავჭერთ. ჩვენ არ შეგვიძლია რომ ამხოლებას ვუყუროთ. ჩვენ არ შეგვიძლია ქვეყანა ჩავაბაროთ რუსეთს. ბატონო ზურა გამარჯობა, ნეტგაზეთიდან ვართ ლაივში. რომ შევაჯამოთ რა, ვიხილეთ სულ ცოტა ხნის წინ. ცოცხალი დერეფნები და კორდონები დასჭირდათ ქართული ოცნების წარმომადგენლებს აქამდე მოსასვლელად. ახლაც ვერ ახერხებენ ის ადამიანები მემორიალთან მისვლას, ვინც მთელი ღამე გაათენა გუშინ პარლამენტთან. აი ამასთან დაკავშირებით რა სიტყვით და რას ნიშნავს მართველი პარტიის ეს დამოკიდებულება თავისი ხალხის მიმართ. უპირველეს ყოვლისა უნდა ვთქვა, რომ ეს მართველი პარტია არ არის, ეს არის არალეგიტიმური ხელისუფლება, რომელმაც ძალაუფლება მიითვისა, მიისაკუთრა, მიიტაცა ჩვენს ქვეყანაში და დიქტატურა დაამყარა. ის რაც დღეს ხდება 9 აპრილის მემორიალთან, ეს არის ყველაზე სამარცხვინო ფურცელი ჩაიწერება აი ამ პარტიის ისტორიაში, ოცნების პარტიის ისტორიაში ჩაიწერება ყველაზე სამარცხვინო ფურცელი, რომ ქვეყანა მიიტაცეს და პრემიერ-მინისტრი რადწოდებული ვერ ახერხებს მემორიალთან მისვლას თუ 1000-1500 პოლიციელი არ ახლავს თან. ამაზე სამარცხვინო არაფერი არ მინახავს. ჩვენ ვიხსენებდით იმას, რომ წლის თავზე 9 აპრილის წლის თავზე კომუნისტებიც კი თავისუფლად მივიდნენ 9 აპრილის მემორიალთან და იქედან 35 წლის თავზე მართველი პარტია ეგრეთ წოდებული, რასაც თვითონ უწოდებენ მის თავს, 1000 პოლიციელის გარეშე პრემიერ-მინისტრი ვერ მივიდა მემორიალთან და აი სულ რაღაც 100 კაცის შიშით მოიყვანეს 1500 კაცი. ეს არის სამარცხვინო. შეჯამება შეიძლება ასეთი გავაკეთოთ. ჩვენ პროტესტში ვინც ვართ, ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთეთ. ჩვენ პატიოსნად გავათენეთ ღამე აი ამ გმირებს, დაღუპულ გმირებს, ვინც სისხლი დაღვარა, მათი სული საპატივცემულოდ ღამე გავათენეთ, ამოცანა შევასრულეთ, წინააღმდეგობა გაუწიეთ, რაც საჭირო იყო ყველაფერი უთხარით. მადლობა. გერმანიის ელჩი მოვიდა. მედია ვარ. კაცო, ვერ გახვალთ აქ. რატო ვერ გავაყას? გავიდი შემოვედი ერთხელ, რა პრობლემაა? Freedom and independence. And what happened here on 9th of April 1989 was a half year before the fall of the Berlin Wall. So it connects Georgia and Germany and all the people in the world that long for freedom and independence. And if we look around the world today, we can see that the defense of freedom and independence is important and vital. Do you think the freedom and independence under the threat in Georgia now?
I don't want to comment on domestic politics. I'm here to honor the victims of 9th of April. გერმანიის ელჩი გახლავთ მემორიალთან მოსული. Thank you very much. I'm here for freedom and independence. I am asking why are you Thank you very much. Have a nice day. Thank you. Very strongly targeted by We come from Italy and we take these things for granted. აი ეგ არის ზუსტად კადრები. მაგაზების დღეს ვერ გაკადრებდათ ვერავინ. ჩემი სიტყვები კიდე არაფერია იმასთან შედარებით, რას დღეს გაკეთეს რა. მე რავსი გავდავდა იმას რომ სტაფის მემორიალს დაგავალა ფინანსო ზუგი დადეკიდო რომ ვიღა ზებრები და ზოოპარკის მოწვეული ისინი დაიჭირეს იმას კი დაიცალა At the best around it. And we need Europe also. I agree. This is why we're here. Because Europe doesn't have time. There's Ukraine, there's Iran, Hopefully he gets voted out. ამხელა დაცვის გარეშე. ეს ადამიანები თავისუფლად ვერ არის მოძრაობენ ამ ქვეყანაში ეზიციან და იმისთვის რომ აი ესეთი რაღაც სპექტაკლები დადგან, მოყავთ იმდენი პოლიციელი, შეიძლება იმაზე მეტი, ვიდრე აქ დემონსტრანტები იყვნენ და რეალურად პატივს მიაგებდნენ 9 აპრილს
ჩვენ გარდაცვლილ გმირებს. ამიტომ კიდევ ერთხელ ეს ყველაფერი მათ ჭირდებოდათ პატარა სპექტაკლის დასადგამად, რომელსაც ალბათ ნახავთ იმედის ეთერში. იმედის ეთერში ვერ ნახავთ ამ პოლიციელებს. უკვე დაიშალე, უკვე მიდიან მეგობრებო, მე მგონი. მე და ორი არსება იყო მოსული და ხა იმის მეტი რაღაცი ჭირდებათ ხა. თვითონ რაღაცისთვის შექმნეს ეს მთელი ანტურაჟი. ამიტომ ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს მეგობრებო ამათ სახეს და ამ პოლიციელებსაც როგორ იყენებენ აი ამ სპექტაკლებისთვის. ამათაც როგორ შეურაცხყოფას აყენებენ ხო? მილიციელები არიან ბიჭო, მილიციელები. მთელი ამ სპექტაკლისთვის. ამიტომ მეგობრებო დღეს კიდევ ერთხელ აჩვენეს თავის შიშარას სახე ქართულ ხალხთან ურთიერთობა არ შეუულიათ ადამიანებთან და მემორიალთან ვერ მოდიან ესეთი დაცვის გარეშე. ამიტომ ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ამათ სახეს მეგობრებო და დღეს კიდევ ამის ნათელი დადასტურება ვნახეთ. სიცხვილი! 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 თავისუფლება რეჟიმის ქვეშ! თავისუფლება! თავისუფლება რეჟიმის ქვეშ! თავისუფლება! თავისუფლება რეჟიმის ქვეშ! თავისუფლება! მეგობრებო, ჩვენ ყველას გვინდა დამოუკიდებელი საქართველო. ჩვენ ყველას გვინდა დემოკრატიული საქართველო. ჩვენ არავის არ გვინდა ომი. ჩვენ არ ვართ უსამართლოები. ჩვენ არ ვართ უცხოეთის ინტერესების განტარებლები. ჩვენ არ ვართ აკასუკები. ჩვენ ვართ ქართველები, რომლებიც 400-ზე მეტი ღიაბს გავარდა. ჩვენ ყველას გვინდა თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველო. ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ჩვენ გავაგრძელებთ ამ დგომას. ჩვენ არ გვაქვს უფლება ჩვენს შთამომავლობას დაუტოვოთ დღევანდელი საქართველო, სადაც არ არის დამოუკიდებლობა, სადაც არ არის თავისუფლება, სადაც სასამართლო ყველა ხელისუფლება ერთი ადამიანის ხელშია მოქცეული. არავის არ გვინდა ასეთი საქართველო. არ თქვენ არ გინდათ პოლიციელებო. პოლიციელებო, თქვენ არ გინდათ თქვენ შვილებს დაუტოვოთ საქართველო, რომელშიც არ არის თავისუფლება და რომელშიც არ არის დემოკრატია. თქვენ ყველა ხართ ქართველები. ქართველებმა უნდა მოვსწროთ საერთო ენა. ქართველებმა უნდა ვისწავლოთ ერთმანეთთან ლაპარაკი და ჩვენ უნდა შევქმნათ თავისუფალი ქვეყანა. ჩვენ უნდა შევქმნათ თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყანა. შევქმნათ ხელისუფლება, რომელიც არ ესაუბრება სასიკვდილოდ გადადებული ბავშვების მშობლებს. დიუშენი დაავადებული ბავშვების მშობლები უკვე 3 თვეა ვართ კანცელარიასთან და ვითხოვთ შეხვედრას ხელისუფლებასთან. დე-ფაქტო თუ დე-იურე ხელის რომელიც უნდა გინდა დე-ფაქტო დაიფა და გინდა დე-იურე. ჩვენ ვითხოვთ სასიკვდილოდ განწირული ბავშვების დახმარებას. ჩვენ ვითხოვთ სასიკვდილოდ განწირული ბავშვებისთვის წამალს. ჩვენ გავართ კანცელარიასთან და ჩვენთან არ გამოდის ირაკლი კობახიძე, ჩვენთან არ საუბრობს და არ გველაპარაკება. ჩვენ არ გვაძლევს პასუხს. ეს არის ხელისუფლება, რომელსაც ბავშვების ეშინია. ხელისუფლება, რომელსაც ბავშვებთან შეხვედრის ეშინია.
სასიკვდილოდ განწირული ბავშვებთან შეხვედრის ეშინია. თავისუფლება, რეჟიმის ქვეშ! თავისუფლება! არსებობს აგზელებს უწოდებას და ჩვენ ორი დღის აწუხებს არა არა Привет, Илон. მემორიალთან პოლიციის რაოდენობამ იკლო, თუმცა კვლავ არ დაუტოვებიათ მიმდებარე ტერიტორია. პროტესტის მონაწილეები, სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები რჩებიან აქ. სხვადასხვა ელჩმა
მიაგო პატივი 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას ხელდღის განმავლობაში, მათ შორის ბოლოს გერმანიის ელჩი იყო მოსული, ასევე იყვნენ ევროკავშირის, სლოვაკეთის, ლიტვა, ლატვია, ესტონეთის წარმომადგენლობა, ამერიკის ელჩი მოვიდა დღისით დილით 9 აპრილის მემორიალთან. ცოტა ხნის წინ დატოვეს ქართული ოცნების წარმომადგენლებმა მიმდებარე ტერიტორია, მოიტანეს ყვავილების გვირგვინები, როგორც ხედავთ თავენთი წარწერებით. ელჩების დატოვებულ ყვავილებსაც ხედავთ ახლა. შედარებით ვითარება დასტაბილურდა, ამ დროისთვის, როგორც ჩემთვის ცნობილია, დაკავებული არის 2 ადამიანი, მათ შორის შაკო ბაღდაშვილი, რომელიც სავარაუდოდ სიტყვიერი დაპირისპირებისას დააკავეს, თუმცა დეტალური ინფორმაცია მის დაკავების მიზეზებთან დაკავშირებით ჩემთვის უცნობია. დროებით დავასრულოთ პირდაპირ ჩართვას პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან. შეგიძლიათ დაელოდოთ ჩვენს განახლებად ინფორმაციას აქ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ნახვამდის.